საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი თანამოქალაქეები სჭირდება დაბალ კვალიფიციური, დაბალ ანაზღაურებადი საქმეების შესასრულებლად. ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, რომლის გაკეთებაც ადამიანებს ეზიცხებათ და დილას რო იღვიძებენ. და რობოტებსაც შეუძლიათ და არ უნდათ არც თვითრეალიზებულად გრძნობენ თავს, არც ბედნიერად გრძნობენ თავს. არც გაუცხოვებულები არიან ამ საქმიდან, მაგრამ აი ამ ინვესტიციას სჭირდება აი ეგეთი, ესე იგი, მოსამსახურე პერსონალი და ჩვენი ხედვა ყოველთვის არის ესეთი, რომ ჩვენ გვინდა ისეთი ინვესტიციები ამ ქვეყანაში, რომელიც შექმნის სტაბილურ, ღირსეულ სამუშაო ადგილებს, რომელსაც სჭირდება ცოდნა, რომელსაც სჭირდება ღირსეული შრომითი პირობები, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური ადამიანები და გვინდა აი ამ ტიპის ინვესტიციები, აი ხო ამბობენ, რომ აი აბა ინვესტიციების გარეშე გინდათ რომ განვითარდეთ ეს ქვეყანა? დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ზოგიერთი ინვესტიცია ამ ქვეყანას არ სჭირდება. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ისეთი ინვესტიციები, რომელიც განავითარებს წარმოებას, რომელიც განავითარებს ტექნოლოგიებს, რომლებიც იქნებიან ეკომეგობრული ინდუსტრიები. დიახ, ჩვენ ქვეყანას სჭირდება მხოლოდ ისეთი ინვესტიციები, რომელიც შექმნის ღირსეულ სამუშაო ადგილს, ღირსეულ ანაზღაურებას და სტიმულს მიცემს განათლების სისტემაში სხვადასხვა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ესეთი ინვესტიციები გვინდა და არა ისეთი ინვესტიციები, რომელიც მიწას გვართმევს, წყალს გვიწამლავს, ტემპერატურას კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩვენ ქალაქებში, გვახდევინებს უამრავ ფულს მის მომსახურებაში, ტრანსპორტით, ინფრასტრუქტურით და რომელსაც მონებად ჭირდება ჩვენი მოქალაქეები.